სამხედრო აღლუმებისა და ლარისა დოლინას კონცერტის პარალელურად ცხინვალს ჩატარდა ძალიან უცნაური ღონისძიება სახელად ეკონომიკური ფორუმი. ვერავინ მიხვდა, რა ეკონომიკაზეა საუბარი ამ სიკვდილის ზონაში, მით უფრო როცა იქ გამოჩნდა თვით რუსეთის მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტი შოხინი. შოხინს ყველანი იცნობენ როგორც დიდი რუსული ბიზნესის ლობისტს. იცნობენ რა, თანამდებობრივად ეგაა. ხო და ცხინვალის ეკონომიკურ ანალიტიკოსებს, ყავთ თურმე ასეთი ხალხი, ძალიან შეეშინდათ მისი აქ ჩამოსვლა ჩვენი ბიზნესის სიკვდილს და რუსის ჯიბეში პირდაპირ გადასვლას მოასწავებს. აი, რუსმა ანალიტიკოსებმა კი ერთი ძალიან საინტერესო გარემოება აღნიშნეს. შოხინი განსაკუთრებით არის დაახლოებული ვლადიმერ ევტუშენკოვთან და ყველაზე მეტად მის ინტერესებს ლობირებს. და აქ ამბავი რა თქმა უნდა უფრო საინტერესო ხდება. ჩვენ ხო ვიცნობთ კიდევ ერთ კაცს, ვისთანაც ევტუშენკოვი ძალიან ახლოს მეგობრობს და საერთო ბიზნესიც აქვს. ვიცნობთ. და ნეტავ რა ღირს ქართველების სახელით მოხდილი ბოდიში რუსულ რუბლებში. Борин Городной.